მოგესალმებით. Როგორც მოგეხსენებათ, 2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა და დაადასტურა საქართველოს კონსტიტუციის 52 მუხლით დადგენილი წესი, რომ პრეზიდენტს საგარეო ვიზიტის განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში. ისიც მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის თანამდებობამ მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი პარლამენტარების მხარდაჭერის ხარჯზე შეინარჩუნა. მიიღო რა რადიკალური ოპოზიციისგან კონსტიტუციის დარღვევის საკითხში ხელშეუხებლობის გარანტია, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციის უხეშად დარღვევა მოგვიანებითაც განაგრძო. კერძოდ, მან იმპიჩმენტის პროცედურის დასრულების შემდეგაც განახორციელა რამდენიმე საგარეო ვიზიტი საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, მათ შორის გასულ კვირას ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და ბელგიაში. აღსანიშნავია, რომ თუ კი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე უცხო ქვეყნებს და ორგანიზაციებს შეეძლოთ ეთქვათ, რომ მათთვის ცნობილი არ იყო, რომ პრეზიდენტს ვიზიტისთვის მთავრობის თანხმობა ესაჭიროებოდა, ამ გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს მთავრობის სავალდებულო თანხმობის გარეშე სალომე ზურაბიშვილის მიღება ქართველი ხალხის და მისი კონსტიტუციური მოწყობის განზრახ უპატივცემულობასთან ერთად ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის დარღვევაა და ეწინააღმდეგება ჩვენ საერთო ევროპულ ღირებულებებს. ჩვენი კონსტიტუცია ის ფუძემდებლური აქტია, რომელშიც ქართველი ხალხის ნება განსაკუთრებულ ასახვას ჰპოვებს. ამიტომ მისი განზრახი, ღია და თავხედური დარღვევა რეაგირების გარეშე ვერ დარჩება. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება ხელახლა აღუძრათ იმპიჩმენტის პროცედურა და მოვამზადოთ ახალი კონსტიტუციური წარდგინება, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემდეგ ახალი მოწვევის პარლამენტი პირველივე სხდომებზე სალომე ზურაბიშვილს არანაკლებ 100 ხმით იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენებს. როგორც მოგეხსენებათ, სალომე ზურაბიშვილს მიმდინარე წელს ისედაც ეწურება უფლებამოსილების ვადა. შესაბამისად, იმპიჩმენტის წესით მისი გადაყენებით სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა მაქსიმუმ 1 თვით შეიკვეცოს. აქედან გამომდინარე, იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან მის გადაყენებას უფლებამოსილების ვადის მხრივ აქვს მეტწილად სიმბოლური დატვირთვა, თუმცა ძალზე პრინციპულია ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი და პოლიტიკური დატვირთვა. არ შეიძლება ქართველი ხალხის მთავარი კანონის განზრახი, უხეში და სისტემატური დარღვევა დაუსჯელი დავტოვოთ. კონსტიტუციის დამრღვევ სალომე ზურაბიშვილს უნდა დარჩეს არა ყოფილი პრეზიდენტის, არამედ გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი, რაც როგორც პრეცედენტი შეასრულებს უმნიშვნელოვანეს პრევენციულ როლს მომავალში ამგვარი თვითნებობის თავიდან ასაცილებლად და ქართული დემოკრატიის გასამტკიცებლად. მადლობა. გისმენთ. ბატონ შალო, მოგესალმებით. ტელეკომპანია იმედი მეგინარსავიძე. სალომე ზურაბიშვილს ასაუბრობდით და მინდა გითხოთ მის დამკვიდრებულება კონკრეტულ კანონებთან დაკავშირებით, მათ შორის როგორ ფიქრობთ თქვენ, თუ ოპოზიციამ გაიმარჯვებს ამ შემთხვევაში, ისინი გაუქმებენ თუ არა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს, იმიტომ რომ ზურაბიშვილმა უკვე დაიწყო აღნიშნულ კანონებზე საუბარი, რომ მათი ნაწილი უნდა გაუქმდეს. ხო, ეს უნდა გითხოთ ოპოზიციას. ოპოზიცია, როგორც ნახეთ, ემალება ამ საკითხს, ისინი გაიპარნენ სტომათა დარბაზიდან იმისთვის, რომ კენჭისყრაში საკუთარი პოზიცია არ დაეფიქსირებინათ, ვინაიდან იმ შემთხვევაში თუ მხარს დაუჭერდნენ ამ კანონს, ისინი გააბრაზებდნენ თავის გარემფარველებს და იმ შემთხვევაში თუ კი მხარს არ დაუჭერდნენ ამ კანონს, ისინი რა თქმა უნდა წავიდოდნენ ქართული ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, რომელმაც მიმდინარე წლის 17 მაისს სახალხო რეფერენდუმით იმით რომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქების ქუჩებში მილიონამდე საქართველოს მოქალაქე გამოვიდა, დააფიქსირა საკუთარი პოზიცია ამ კანონთან დაკავშირებით. ასევე მინდა გითხოთ აღიარების ნაწილთან დაკავშირებით ტერიტორიულ მთლიანობაზე ვსაუბრობ, მათ შორის სახელმწიფო გუნდის მხრიდან არაერთხელ ითქვა, რომ ეს საკითხი არის გამორიცხული, არანაირი აღიარება და ანტიეროვნული საკითხები არ განიხილება, მათ შორის მამუკა მდინარეთის განცხადებაც ვნახეთ, მათ შორის გამორიცხულია კონფედერაციას დათანხმება, თუმცა მაინც მიმდინარეობს ამ საკითხებზე საუბარი ოპოზიციის მხრიდან და როგორ შეაფასებდით ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე სპეკულაციებს? როგორც ფარისევლობას
ზუსტად ოპოზიციაში არის ის ხალხი, ვინც კონფედერაციაზე საუბრობდა და ზუსტად ოპოზიციაში არის ის ხალხი, რომელიც 2008 წელს ოფიციალური წერილით, რომელიც სააკაშვილმა მიწერა რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტ მედვედევს, სთავაზობდა აფხაზეთის გაყოფას რუსეთთან. ასე რომ ეს ხალხი, რომლებაც ჩვენი ტერიტორიები ჩააბარეს რუსეთს, ეს ხალხი, რომელიც სთავაზობდა რუსეთს აფხაზეთის გაყოფას, ეს ხალხი, რომელიც კონფედერაციის იდეას ეთამაშებოდა, ეს ხალხი ახლა რაღაც პრეტენზიებს უაყენებს, ეს არის ყველაზე მთავარი ფარისეულობა. ასევე ქართული ოცნების რეკლამებს ბლოკავს მთავარი არხი ფორმულა და TV პირველი და აქცენტს განცხადებაში აკეთებენ ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე. რას ნიშნავს ეს და რა რეაგირება იქნება ქართულ ოცნებას ამ მიმართულებით? უპირველეს ყოვლისა ეს ცალსახაა, რომ ეს არის კანონის დარღვევა და მანამდეც ნამსჯელი აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით როგორც კომუნიკაციის კომისიას, ისე სასამართლოს. თუ არ ვცდები და ამაზე ნამსჯელია და ეს არის ცალსახად დარღვევა კანონის. ამიტომაც არის, რომ არც ტელევიზიების განცხადებაში და არც მართლა იმ ყალბი ადგილობრივი დამკვირვებლების განცხადებაში, რომლებიც მხარს უჭერენ კანონ დარღვევას, არსად მითითებული არ არის, რომ ირღვევა კანონი და ერთადერთი საფუძველი, რაც მოყვანილი აქვს, არის ევროკავშირის ელჩის განცხადება. სწორედ ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ უცხოელები უნდა მოერიდონ განსაკუთრებით ეხლა არჩევნებამდე 3 კვირით ადრე და ამ პერიოდში აქტიურ მონაწილეობას შიდა დისკუსიებში, ვინაიდან ეს გავლენას ახდენს მათ შორის ზოგიერთი აქტორის გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ხანდახან ფინანსურად დამოკიდებული არიან ამა თუ იმ უცხოელ აქტორზე. როცა ვსაუბრობთ ჩვენ ადგილობრივ დამკვირვებლებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ნახეთ მათი განცხადება, ისინი მათი უმეტესობა ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება და რა თქმა უნდა ისინი აყვებიან იმ განცხადებას, რომელსაც აკეთებს ევროკავშირის ელჩი და ასე შემდეგ. ამიტომაც არის კანონმდებლობით აკრძალული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მონაწილეობა ნებისმიერ ქვეყანაში არჩევნებში, რომ არ მოხდეს გავლენა ადამიანების ნების ფორმირებაზე. რაც შეეხება თავად განცხადებას, და ამასაც მინდა შევეხო ბატონი ჰერჩისკი, სადაც მან აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი უწოდა იმ საარჩევნო ბანერებს, ხომ? ამ მეორე ნაწილზე თუ რამდენად შეესაბამება სხვა საკითხია, თუმცა ესეც არის ჩარევა საარჩევნო პროცესში, ვინაიდან ხდება ერთი მხარის თუნდაც საარჩევნო ბანერების შეფასება და ის ატომღაც არ აფასებს ნაციონალური მოძრაობის მხრიდან წარმოებულ კამპანიას და ნახეთ მათი ბანერებიც ნახეთ როგორც გაკრული ქალაქში, ისე მცირე პოსტერები, რომელსაც ხან სოციალური მედიით ავრცელებენ და ხან აკრობენ სხვადასხვა ადგილას. და ამ მხრივ არის ასევე ფარისეულურიც მისი განცხადება. ვინაიდან ჩვენ გვახსოვს, რომ მან აღმაშფოთებელი არ უწოდა ფექტ-ჩეკის თანამშრომლის მხრიდან პარლამენტის წევრზე საჯარო სივრცეში მივარდნას და თავდასხმას, იმიტომ რომ ფექტ-ჩეკის ეს თანამშრომელი ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება. მან სამარცხვინო არ უწოდა სირცხვილიას თანამშრომლების მხრიდან პოლიტიკური თანამდებობის პირების და მათი ოჯახის წევრებთან რეკვას, მუქარის და შეურაცხყოფის ზარებს, იმიტომ რომ სირცხვილია ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება. მან შემზარავი არ უწოდა ჯემნიუსის ჟურნალისტის მხრიდან გავრცელებულ ბანერს, თუ კი ბანერებზე ვსაუბრობთ, სადაც ის 84 ტყვიით გვემუქრებოდა პარლამენტის წევრებს, იმიტომ რომ ჯემნიუსი ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამიტომ, როდესაც დააპირებენ სხვები, რომ ჩვენს თვალში ბეწვი მოძებნონ, ჯერ საკუთარ თვალში მოძებნონ არის თუ არა იქ დირე. აი ეს არის სამწუხაროდ ფარისეულური დამოკიდებულება ჩვენსთვისაც და თუ კი მაინც და მაინც შეფასებები იყო მოლოდინი და ჩვენ არაერთხელ ქონდა მოწოდება ევროკავშირის წარმომადგენლების მიმართ, მათ შეეძლოთ მაგალითად სამარცხვინოდ შეეფასებინათ პოლონელი ექიმების ვიზიტი საქართველოში, როდესაც ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის მათ შორის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოთხოვნით, თხოვნით და რჩევით ჩამოსული ჯგუფი, პოლონეთის მთავრობის ოფიციალური ექიმების ჯგუფი, რომელსაც ვნახეთ, რომ წინდით გახონდა ფარულად ნიმუში და ამზადებდა რაღაცა ცუდს, როგორც ხვდებით, ხო, მაშინ. ეს სამარცხვინო მაშინ ელჩს არ შეუფასებია. მან აღმაშფოთებელი არ უწოდა ევროპარლამენტის რეზოლუციებს, სადაც მიხეილ სააკაშვილი დადებით ჭრილში იყო წარმოჩენილი. მან შემზარავი არ უწოდებია ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის თუ წევრი ქვეყნის ხელმძღვანელი პირის მხრიდან მოწოდებას, რომ საქართველოს დაეწესებინა სანქციები რუსეთისთვის, ანუ მოწოდებას, რომ საქართველოს გაერისკა და შესულიყო სამხედრო დაპირისპირებაში რუსეთთან. ამიტომ კიდევ ერთხელ ეს ფარისეულობა არის და თუ კი ჩვენს თვალში ვინმე ბეწვეჯებს, ჯერ საკუთარ თვალში
დილეს ჩახედოს. ასევე წინასაარჩევნო ოპოზიციურ პარტიებში ხედავთ ხშირად ძველ სახეებს, მათ შორის გახარიას პარტიაში არიან ნადეიშვილის სახეები. როგორ ფიქრობთ, რატომ აკეთებს ეს გუნდი და მათი ლიდერი არჩევანს ამ ადამიანებზე? იმიტომ აკეთებს, რომ ჩვენ როცა ვსაუბრობთ, რომ ის გახარიას პარტია ნაციონალურ მოძრაობასთან შეკრული, ამას ხედავთ როგორც ფორმალურად, როდესაც მათ აქვთ კოალიციები შექმნილი ადგილობრივ თვითმმართველობაში და ძალიან კი არ უნდათ ხოლმე საჯაროთ მე ამისი დადასტურება, მაგრამ ეს ხომ ფაქტია, რომ კოალიციები აქვს შექმნილი და მეორე მათი გუნდიც ასეთი შემადგენლობით არის და ხედავთ რისთვისაც არის ერთ-ერთი წევრი ყოველდღე გვემუქრება დაჭერით, დაპატიმრებით და მისი ფუნქცია ეს არის, მათ შორის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ როგორც ჩანს ეს წევრი ამ პარტიისა ზის და ინიშნავს ყველას და შემდეგ როცა მათი ოცნებით ხელისუფლებაში მოვლენ, ყველას დაიჭერენ და დააპატიმრებენ. ასე რომ ეს არის მათი გარკვეული ნირი. გამარჯობა, ტელეკომპანია რუსთავი 2 ქეთევან ზანთარაია. ბატონო შალვა, მე პირველ რიგში გითხავთ თვითონ ბრიფინგის თემასთან დაკავშირებით. აი თქვენ ახსენეთ, რომ 2023 წლის 16 ოქტომბერი იყო, როდესაც დაიწყო იმპიჩმენტის საკითხის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში. თითქმის 1 წლის თავზე. იგივე სარჩელის შეტანა პოლიტიკურად რას ნიშნავს აი ეს რომ აგვიხსნათ და ასევე აი თუ შეგიძლიათ უფრო მეტი დეტალი რომ გვითხრათ, როდის მომზადდება, როდის მიმართავთ უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს და რა მოლოდინი გაქვთ პირველ რიგში, იმიტომ რომ თქვენ წინა გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უკვე ისაუბრეთ. აი ეხლა რა მოლოდინი გაქვთ და შემდეგ კიდე 16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლო მაშინ მიიღო გადაწყვეტილება და შემდეგ უკვე საპარლამენტო პროცედურა იყო 17 თუ 18 თვეებში უკვე იყო კენჭის ხადა. თქვენ გახსოვთ, რომ ერთადერთი მიზეზი, რატომაც იმპიჩმენტი არ შედგა, არის ის, რომ ნაციონალურ მოძრაობამ და თლიან რადიკალურმა ოპოზიციამ ხელი დააფარა ამ კონსტიტუციის დარღვევას და ნახეთ რისთვისაც. ნახეთ, რომ შემდეგ ქალბატონმა სალომემ შეიწყალა ნიკა გვარამია. ეს იყო გარიგების ნაწილი და ხედავთ ეხლა როგორ იქცევა ეს ყველაფერი ის ამ პროცესში. ეს არის იმ გარიგების ნაწილი, რომლის საფუძველად მას მიეცა დაუსჯელობის გარანტია რადიკალური ოპოზიციისგან, რომ მას შეუძლია თავისუფლად დაარღვევოს კონსტიტუცია და პარლამენტამდე როცა მოვა, ვინაიდან დღეს ქართულ ოცნებას არ აქვს 100 მანდატი, მას ექნება აბსოლუტური ინდულგენცია კონსტიტუციური დარღვევისთვის. ეს არ არის ერთ-ერთი დარღვევა, რასაც ჩადის ქალბატონი სალომე, ის უკვე გავკეთებულად რეციდივისტად იქცა კონსტიტუციის დარღვევის. ერთი ეს გახლავთ ვიზიტები, რომელსაც ის არ იშლის, როგორც ნახეთ. მეორე ის კვლავ არ ნიშნავს ელჩებს, რაც ასევე გახლავთ კონსტიტუციის დარღვევა და მესამე ხედავთ ჩვენ ბოლო პერიოდში მის ჩართულობას საარჩევნო კამპანიაში, რაც ასევე არის დარღვევა და პრინციპში მეოთხე დარღვევაც არის, როდესაც ის საუბრობს, რომ პრემიერ-მინისტრის კანდიდატი მან უნდა დაასახელოს. 52 მუხლის ხო დაარღვია, ასე თქვა თუ ვიზიტერთან დაკავშირებით და 56 მუხლსაც არღვევს, ვინაიდან პრემიერ-მინისტრის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიებს და არა პრეზიდენტს, რომელსაც არანაირი როლი საერთოდ არ აქვს ამ პროცესში შინაარსობრივი ჩარევის. ამიტომ ესეც კონსტიტუციის დარღვევაა და ეს არის ზუსტად რომ უყვარდათ ტერმინი არაფორმალური მმართველობა, ზუსტად ეს არის არაფორმალური მმართველობა. სხვანაირად კი არ არის. ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია და წესები, როგორ მოქმედებს სახელმწიფო, როგორ ირჩევა მთავრობა, როდის არის არჩევნები და ქალბატონმა სალომემ შექმნა ეს ეგრეთ წოდებული ქარტია და ფაქტობრივად ბანანის რესპუბლიკად გამოგვაცხადა ამ ტექსტის ავტორმა და მასზე ხელმომწერებაც. იმიტომ თქვენს რომ კონსტიტუცია ჩვენ არ გვაქვს, არ ვაღიარებთ. აი ეს არის კონსტიტუცია, რომ ჩვენ გვეყოლება არა ჩვენ ახლა ავირჩევთ არა მთავრობას და ხელისუფლებას, არამედ იქნება რაღაც ტექნიკური მთავრობა, რომელსაც ამისთვის არაუფლებამოსილი პირი დაასახელებს კანდიდატს კონსტიტუციის გვერდისავლით. შემდეგ აქვე წერენ, რომ უნდა იყოს რიგარეში არჩევნები, რატომღაც, ანუ ყველანაირად გასული არიან კონსტიტუციური ჩარჩოდან და ამბობენ ამ ქარტიით, რომ ქართულ ხალხს არ აქვს უნარი 26 ოქტომბერს აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება. ჩვენ ვართ რაღაცა ჩამორჩენილი შესაძლებლობები გვაქვს და არ ვიცით როგორ ავირჩიოთ ჩვენი ხელისუფლება და ამიტომ უნდა იყოს რაღაც ტექნიკური დროებითი მთავრობა და უნდა იყოს რიგარეში არჩევნები. ბანანის რესპუბლიკად გამოგვაცხადა, უნდა თუ გამოაცხადონ ამ ქარტიის ავტორებს და ხელმომწერებს საქართველოს.
თქვენ პოლიტიკურ ნაწილზე ისაუბრეთ, თუმცა მე მაინტერესებს უფრო მეტი დეტალი. როდის წარედგინება ხო, რაც შეეხება სასამართლოს მოლოდინები და აი უკვე ნოემბერში ეწურება თუ არ ვცდები პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა და როგორ მოხდება ახალი პარლამენტის შემადგენლობის პირობებში აი ესეთი რაღაცა. რაც შეეხება ტექნიკურ დეტალებს, როგორც მოგახსენეთ, არჩევნებამდე 26 ოქტომბრამდე ჩვენ ამ კონსტიტუციურ წარდგინებით მიმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. შემდეგ არის ვადები დადგენილი ამისთვის, ერთიანი ვადა არის საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველად და უკვე ახალი მოწვევის პარლამენტი პირველივე სხდომებზე 100 მანდატით კენჭს უყრის იმპიჩმენტის საკითხს და გადააყენებს სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან. რაც შეეხება მის ვადებს, მე ისიც აღვნიშნე, წლის ბოლოს ეწურება მას ვადა, ამიტომ ვადის მხრივ ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს, მაქსიმუმ შეიძლება ერთი თვით შეიკვეცოს მისი უფლებამოსილების ვადა, თუმცა მნიშვნელოვანია როგორც სამართლებრივი და პოლიტიკური პრეცედენტი, ვინაიდან სხვა დროს არ მოხდეს უხეში დარღვევა იმ პირობებში, როდესაც გარკვეულ გარანტიებს მიიღებენ დეპუტატების გარკვეული რაოდენობისგან, შეიძლება მიიღოს რომელიმე პრეზიდენტმა, როგორც ახლა მიიღო ქალბატონმა სალომემ და შემდეგ აბსოლუტურად ყურადღება არ მიაქციოს კონსტიტუციას. როგორც გითხარით, 4 ტიპის დარღვევა აქვს ქალბატონ სალომეს უკვე, საგარეო ვიზიტები ნებართვის გარეშე, ელჩების არ დანიშვნა, საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა და სურვილი რომ მონაწილეობა მიიღოს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის დაკომპლექტებაში. 4 დარღვევა არის, რომელსაც ის ჩადის, იმიტომ რომ აქვს აბსოლუტური გარანტია რადიკალური ოპოზიციის, რომელთან ერთადაც შეთანხმდნენ, რომ ჩვენ ხალხი არ ვართ, ჩვენ ქვეყანა არ გვაქვს, ჩვენ სახელმწიფო არ ვართ, ჩვენ კონსტიტუცია არ გვაქვს და გვაქვს ბანანის რესპუბლიკის მოსანიჭებელი სტატუსი ამ ომის ქარტით, რომელსაც ხელი მოაწერა რადიკალურმა ოპოზიციამ. დიახ და კიდევ ერთი კითხვა მინდა დავსვა პრეზიდენტთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას თავაზობს, რომ აი თუ ისინი გაიმარჯვებენ და მათი შედეგი იქნება მნიშვნელოვანი ამ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, შექმნას ტექნიკური მთავრობა დაახლოებით 1 წლის ვადის განმავლობაში ფუნქციონიროს. რამდენად რეალური არის ეს წინადადება და ზოგადად აი ასეთი შეთავაზება ოპოზიციის მიმართ მათ უნდა მიიღონ, არ მიიღონ, იმიტომ რომ არის განსხვავებული მოსაზრებები, ყველა ამას არ ეთანხმება. აი თქვენი გადმოსახედიდან რა ტიპის შეთავაზება არის ეს პრეზიდენტის მხრიდან ოპოზიციას და ზოგადად საზოგადოებას? უპირველეს ყოვლისა, ეს თავად რაც შეეხება დისკუსია, რომელიც მათ შიგნით აქვს, ეს აჩვენებს თავად ოპოზიციის სახეს. მათ ხელი მოაწერეს ამ ბანანის რესპუბლიკის ქარტიას, სადაც წერია ზუსტად ეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა უნდა დაასახელოს კანდიდატი და რომ ერთ წელიწადში უნდა ჩატარდეს არჩევნები. ეს წერია ამას ხელი მოაწერეს და დღეს ვხედავთ ჩვენ რომ უკვე უარყოფენ ამ ყველაფერს. ნახეთ გიორგი გახარიას გამოხმაურება, რომელმაც ქარტიასაც უღალატა უკვე, როგორც ვატყობთ, ანუ ღალატი ხო იმდენად, რა ვიცი, ძარღვებში აქვს გამჯდარი და ძვალ რბილში აქვს გამჯდარი ამ გუნდს ღალატი, რომ ნუ კარგი ჯერ ხო არ აწერდა და ხო მოაწერეს ხელი. 2 დღეში უღალატეს იმას, რასაც ხელი მოაწერეს. ასე რომ ესეც აჩვენებს საერთოდ ჯამში ამ ხალხის იმედი საერთოდ ვის უნდა კონდეს. ხო წარმოგიდგენიათ, ამათო 1 გრამი ძალაუფლება მოიპოვონ, რა ქაოსში გადააგდებენ ჩვენ ქვეყანას. ერთი რამდენიმე კვირის წინ ერთგვერდიანი ტექსტი შეადგინეს, ხელი მოაწერეს და ახლა უკვე ჩხუბი აქვს იმაზე, რომ არა, მე უნდა დავასახელო, არა, მე უნდა დავასახელო პრემიერ-მინისტრი თუ მთავრობის წევრი. რაც შეეხება თავად იდეას, ეს ახალი იდეა არ არის და შეგახსენებთ ეს იდეა, როდის გაჟღერდა. ეს გაჟღერდა 2022 წლის ივნისში, როდესაც NGO-ები პარლამენტის წინ ავიდნენ სცენაზე და აპირებდნენ კონსტიტუციის გვერდის ავლით ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. თქვენ გახსოვთ, ტექნიკური მთავრობის იდეა მაშინ გაჟღერდა, საერთაშორისო გამჭვირვალობა, ისვედი და სხვა დღეს რომ დამკვირვებლებად წარმოაჩენენ თავის თავს, სცენაზე რომ იდგნენ და თქვეს რომ უნდა გადადგეს მთავრობა ხალხის მიერ არჩეული და უნდა დაკომპლექტდეს იმგვარად, რომ NGO-ებს, რომელსაც არ აქვს ხალხის არანაირი ლეგიტიმაცია და ერთ-ერთი ლეგიტიმაცია მათ აქვს უცხოური დაფინანსების სახით, რომ მათ უნდა ქონდეთ ვეტოს უფლება ამ მთავრობის ჩამოყალიბებაში. ასე რომ ეს იდეა და ეს მოთხოვნა და ეს ულტიმატუმი, მაშინ ულტიმატუმი გაჟღერებული ულტიმატუმი, ხედავთ როგორ გამოაცოცხლა ახლა და ხელახლა შემოგვიბრუნა ქალბატონმა სალომემ ქართულ საზოგადოებას. აი ის
ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა, რომელიც მაშინ ჩაეფუშათ, ახლა ქალბატონი სალომეს ხელით შემოაგდო იმან, ვინც ამ ყველაფრის უკან დგას. და მეორე, ასევე რომ ამ მთავრობაში არ უნდა იყვნენ პოლიტიკოსები და უნდა იყვნენ რაღაც სხვები, არ ვიცი ვინ სხვები, ესეც იქ ითქვა. სინამდვილეში ეს არის ზუსტად ის სცენარი, რომელიც 2022 წლის ივნისში უნდათ NGO-ების ხელით განეხორციელებინათ და ანტიკონსტიტუციური გზით ხელისუფლება ჩაეგდო ხელში ხალხისგან მანდატის არ მქონე ჯგუფებს საქართველოში თუ ვისგანაც იყვნენ ისინი მართული. ამიტომ ეს ამ ხრივ უნდა შევხედოთ, როგორც 2022 წლის ივნისის ხელისუფლების არაკონსტიტუციურად ხელში ჩაგდების მცდელობის გამეორება და გარკვეულწილად კონსტიტუციის გვერდის ავლის მცდელობა. ერთს დავაზუსტებ თუ შეიძლება თქვენ გახარიას გუნდის წევრებთან დაკავშირებით ისაუბრეთ, თუმცა აი უფრო დეტალურად რომ გითხრათ, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთან დაახლოებული პირები, რომლებიც ახლა გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან და საარჩევნოსის სათავეშიც არიან. ხო, აი რა შეგიძლიათ აი ამ ადამიანებზე რომ თქვათ და რამდენად აქვთ მათ შანსი რეალურად რომ ამ არჩევნებში შედეგს ის არაფერი იმაზე მეტი რაც საზოგადოებამ ისედაც იცის და ის რომ ზურაბ ადეიშვილის პროკურორი არის მთავარი სახე გახარიას გუნდისა, რომელიც ამოედოს გვემუქრება ზურაბ ადეიშვილის მეთოდებით ყველას დაჭერას და დაპატიმრებას, ესეც ფაქტი არის. ერთ-ერთი პატიოსანი კაცი ყავდათ მიხეილ დაუშვილის სახით და იმასაც უღალატა ბატონმა გიორგი გახარიამ, როგორც ნახეთ. ეს კითხავთ თუ მე მინდა გითხოთ, ასევე ჩაგეკითხოთ სალომე ზურაბიშვილის ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით შეთავაზება დღეს ელოდება ის ათონელის სასახლეში ოპოზიციას დილიდან გუშინ გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება, ამაზე რომ გითხრათ, რომ დაიწყო მან აქტიურად ამაზე მუშაობა და ასევე რომ გითხრათ ისიც რას ნიშნავს, როცა სალომე ზურაბიშვილი კი ისაუბრეთ ნაწილობრივ ასახელებს პირდაპირ სავარაუდო კანდიდატებს პრემიერობის, ეს არის გილაური და ეს არის ნინო ლომჯარი. უბრალოდ ხო კიდევ ერთხელ ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და მცდელობა კონსტიტუციური პროცესიდან გაყვანის და ყველა ვინც ამ პროცესში რაღაცნაირად არის ჩართული, იქნებიან ეს პარტიები, თუ იქნებიან ეს უცხოელი აქტორები, რა თქმა უნდა ამ ხრივ მონაწილეობს კონსტიტუციის გვერდის ავლის პროცესის დაძვრაში. სხვათა შორის ქალბატონ სალომე, როდესაც ის ამ უნებართო ვიზიტებში იმყოფებოდა, მან განაცხადა, რომ გერმანიის პრეზიდენტთან შეხვედრისას გერმანიის პრეზიდენტი მიესალმა ამ ბანანის რესპუბლიკის დოკუმენტს, რომელიც ქალბატონმა სალომემ შეადგინა. და ზუსტად ამ დოკუმენტში წერია ის, რომ კონსტიტუციიდან უნდა გავიდეს, კონსტიტუციის ჩარჩოებიდან უნდა გავიდეს ეს ქვეყანა, არაუფლებამოსილმა პირმა ქალბატონმა სალომემ უნდა დაასახელოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და ზუსტად ამ დოკუმენტის სულისკვეთება, რომ ქართულ ხალხს არ აქვს იმის უნარი, ცოდნა და იმ დონეზე არ ვართ ჯერ ასული, როგორც ჩანს ზოგიერთის თვალში, რომ ჩვენ ჩვეულებრივი არჩევნებით ავირჩიოთ ხელისუფლება, გვაკლია რაღაც ეთყობა ცოდნა და უნარები და ამიტომ დროებითი ტექნიკური არაპარტიული ხელისუფლება გვყავდეს. ამიტომ მე ვერ მივიღე ჯერჯერობით ამ ხრივ განმარტება, რამდენად შეესაბამება სიმართლეს, არის თუ არა სიმართლე, რომ გერმანიის ხელისუფლება მიესალმება, რომ მოხდეს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლა ამ ქვეყნის და თუ იზიარებს იმ სულისკვეთებას გერმანიის ხელისუფლება, რომელიც თუკი ამ ქარტიას მიესალმა, რომ ქართულ ხალხს არ შეუძლია აერჩიოს ხელისუფლება რეგულარული წესით, არამედ ეს უნდა იყოს რაღაც ექსტრაორდინალური მთავრობა. ამიტომ მე მადლობელი ვიქნებოდი, თუკი ამაზე იქნებოდა პასუხი. მე ვნახე, რომ იყო გარკვეული განმარტებები, თუმცა უფრო კითხვისგან პასუხისგან თავის არიდება იყო, ვიდრე პირდაპირ კითხვაზე პასუხი. ქალბატონ სალომეს თავის განცხადებაში მკაფიოდ აქვს ნათქვამი, რომ გერმანიის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენელი მიესალმა დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციის დარღვევას. ბატონო შალვა, უნდა გითხოთ იმპიჩმენტის ხელახალ პროცედურასთან დაკავშირებით, თქვენ ამბობთ, რომ დაიწყებთ უკვე არჩევნებამდე მიმართავ საკონსტიტუციო სასამართლოს. ვიცით, რომ პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა უკვე ოქტომბრის ბოლოსთვის გასდის, თუმცა ხელახალი არჩევა იქნება დეკემბრამდე ახალი საპარლამენტო არჩევნების გამო.
არის თუ არა და ეშინია თუ არა ქართულ ოცნებას სწორედ პრეზიდენტის, რომელიც არის ერთადერთი ინსტიტუტი, ვისაც დასავლეთი ესაუბრება, ვისაც პარტნიორები ხვდებიან და ვისაც ეუბნებიან სამომავლო გეგმებზე, ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ამერიკულ-ქართული ურთიერთობების აღდგენაზე. არის თუ არა ეს სალომე ზურაბიშვილის დასჯა სწორედ პარტნიორებთან კომუნიკაციის და კავშირის გამო? თუ კი ასე შეხედავს ვინმე, ეს ნიშნავს, რომ მაშინ ეს არის ბოლშევიკური მიდგომა, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას და თუ კი მიზანს ვინმე ცდილობს, რომ წარმოადგინოს რაღაც მიზანი, თუნდაც ვიზიტის საზღვარგარეთ წარმოადგინოს კეთილშობილი მიზნებით, მაშინ საშუალება, რომ დაირღვეს ქართველი ხალხის ძირითადი კანონი, არის მისაღები. ასე აზროვნებდნენ ბოლშევიკები. ჩვენ როგორც წინა ჯერზე იმპიჩმენტისას, ისევე ახლა ვამბობთ, როდესაც კონსტიტუცია ირღვევა და ირღვევა არა შემთხვევით, უცოდინრობით, რაც შეიძლება წინა ჯერზე ჯერ კიდევ ეთქვა ქალბატონ სალომეს, რომელიც ცდილობდა რომ გაემართლებინა საკუთარი ქმედება. ახლა ეს არის განზრახი, არის უხეში და არის სისტემატური, რაც თავარია, ასევე დარღვევა და არა ერთჯერადი. ამიტომ ამაზე უნდა კონდეს რეაგირება. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო. ჩვენ წესები, იმიტომ გვაქვს შეთანხმებული როგორც საზოგადოებას, რომ ამ წესებს დავემორჩილოთ და თუ კი ვინმე გავა ამ წესების მიღმა, შესაბამისი რეაგირება კონდეს. და ყველაზე მთავარი წესი და ყველაზე მთავარი კანონი, რომელიც ჩვენ ქართულ ხალხს გვაქვს მიღებული, ეს არის ჩვენი კონსტიტუცია. თუ კი ამას ვინმე ძირს გამოუთხრის, წყალს შეუყენებს, გადაგვახევს თავზე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რა თქმა უნდა, ეს ჩვენ არ უნდა გავატარო და რეაგირების გარეშე არ უნდა დავტოვო. ამიტომაც გითხარით, რომ ერთის მხრივ უფლებამოსილების ვადას რაც შეეხება, ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს ვინაიდან მაქსიმუმ რამდენიმე კვირით შეეკვეცოს მას უფლებამოსილების ვადა, მაგრამ მნიშვნელოვანი არის, რომ ამაზე პარლამენტმა, რომელსაც ექნება ქართული ხალხის სრული ლეგიტიმაცია და არა იმ პირობებში, რომელშიც ეს პარლამენტი არის, როდესაც ოპოზიციას პირდაპირ გარიგებაში არის სალომე ზურაბიშვილთან და ჩვეულებრივად ინდულგენცია აქვს გამოცხადებული და მიცემული აქვს კონსტიტუციის დარღვევისთვის დაუსჯელობის გარანტია. ამას მომავალი პარლამენტი აღარ დაუშვებს. ამიტომ ეს არის პასუხი იმაზე, მათ შორის პასუხი როგორც მის ქმედებებზე, ასევე პრევენცია მომავლისთვის, რომ არ იყოს არანაირი ბუნდოვანება შემდეგი პრეზიდენტის მხრიდან. მე გკითხეთ ეშინია თუ არა ქართულ ოცნებას პრეზიდენტის კავშირების და ოპოზიციამ შესაძლოა სალომე ზურაბიშვილი დაასახელოს პრეზიდენტობის კანდიდატად. ამის განაცხადი არ იზღავს ახლა ქართული ოცნება თავს, რომ იმიჯი პრეზიდენტის შელახოს, იმიტომ რომ მომავალში მისი დისკრედიტაცია სწორედ ამ გზით სცადოს. დაასახელონ პირიქით, თუ კი ოპოზიცია ისედაც დისკრედიტებულ ოპოზიციას კიდევ უფრო მეტად უნდა საკუთარი თავის დისკრედიტაცია დაასახელონ რაიმეს კანდიდატად და ნახავენ რა პასუხსაც მიიღებენ შემდეგ არჩევნებში. ეშინია თუ არა ქართულ ოცნებას პრეზიდენტის კავშირების დასავლეთთან. მაგალითად პრემიერს არავინ არ შეხვდა ამერიკაში. და ვინმე გვემუქრება დასავლეთიდან რატომ უნდა გვეშინოდეს? მაგალითად დასავლეთში და პარტნიორები ამბობენ, რომ ანტიდასავლური კურსი გაქვთ საქართველოს ხელისუფლებას, ქვეყანა კაცრად და კონკრეტულად უკვე აღარ მიდის დასავლეთისკენ, კანონები რაც მიიღეთ ეწინააღმდეგება დასავლურ კურსს, ექნება რუსული კანონი თუ სხვა კანონები და სწორედ ამიტომ ყველა ახლა იზოლაციაში აქცევს მართლ პარტიას. ამბობს ევროკავშირის ელჩი, რომ პარტნიორებმა გადაწყვიტეს აღარ ქონდეს კომუნიკაცია თქვენთან და ოფიციალური შეხვედრები ამის გამო აღარ ინიშნება. ამერიკაში ჩასულ პრემიერს ვიზიტი გაუქმეს ანტიამერიკული განცხადებების გამო და ამერიკის ელჩზე მიტანილი იერიშის გამო. ამის გამო ექცევით თუ არა იზოლაციაში და თქვენ გააზრებული გაქვთ თუ არა რომ ახლა იზოლაციაში ხარ და სწორედ იმის გამო რომ პრეზიდენტი ხვდება ყველას გეშინიათ მისი კავშირების. ძალიან ჩახლართ ახლა თქვენ მდგომარეობა. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ როცა საუბრობთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებზე და სალომე ზურაბიშვილი მოყავთ საპირწონეთ, ადამიანი რომლისთვისაც მაგალითი დიპლომატიის იყო ლავროვი, გვეუბნებოდეს ჩვენ ქართულ ოცნებას, რომელმაც ასოცირების შეთანხმებას ჩვენ მოვაწერეთ ხელი, ვიზა ლიბერალიზაციას ჩვენ მოვაწერეთ ხელი, თავისუფალ ვაჭრობას ჩვენ მოვაწერეთ ხელი და თუ კი რაიმე პროგრესი ამ ქვეყანას საერთოდ რაიმე სახის პროგრესი ევროპული ინტეგრაციის მხრივ აქვს ზუსტად ქართული ოცნების პირობებში, ასე რომ აქ ამაზე საუბარი ზედმეტი რაც შეეხება სხვა ჩვენს ერთი პასაჟი თქვით, ამას მინდა პასუხი გავცე, რომ თითქოს
ეს ქალბატონ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ჰქონდა ერთ-ერთ ინტერვიუში ბოლო დღეებში, რომელიც გამოქვეყნდა, სადაც მისი სიტყვები არის, რომ თითქოს პრემიერ-მინისტრმა მან უთხრა, რომ ელჩი მიუახლოვდა წითელ ხაზს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს და მიკვირს, რატომ გააკეთა მან ასეთი განცხადება. განცხადება იყო ის, რაც ასევე საჯაროდ ითქვა, რომ ამ გადაწყვეტილებებით ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც სახელმწიფო და არა ელჩი პიროვნულად, ქალბატონი ელჩის მიმართ ჩვენ გვაქვს დიდი პატივისცემა და რა თქმა უნდა პიროვნულ დონეზე ჩვენ არაფერი არ დაგვყავს ამ მხრივ. ამერიკის შეერთებული შტატები თავისი გადაწყვეტილებით მიუახლოვდა იმ ზღვარს, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ არ იქნას გადალახული. და მიკვირს, რატომ იქნა ეს ასე არასწორად წარმოჩენილი ქალბატონი ელჩის მხრიდან ინტერვიუში, თითქოს მას პირადად ვინმე მოთხრა, რომ ის პირადად მიუახლოვდა წითელ ხაზებს. ხა ეს არც დიპლომატიის ნაწილი არის და არც არავინ არავისთან პიროვნულად, რა თქმა უნდა, ასეთ განცხადებებს და შეფასებებს არ აქვს. ევროკავშირის ელჩთან დაკავშირებით კალაძის შეფასებას წაგიკითხავთ, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან მაშინვე. ელჩის გაპანღურება, გაძევება, ეს არის მხოლოდ კალაძის იდეა თუ მართველი გუნდიც იზიარებს ევროკავშირის ელჩის შეფასებაში კალაძის. იმას საუბარი ქონდა, რომ საქართველოს ელჩს რომ ასეთ რამე გაეკეთებინა ამერიკის შეერთებულ შტატებში, წარმოგიდგენიათ, ეხა ჩვენი ელჩი ამერიკის შტატებში რომ გამოვიდეს და თქვას, რომ დემოკრატების რომელიღაცა საარჩევნო კლიპი არის აღმაშფოთებელი ან სამარცხვინო, წარმოგიდგენიათ რა რეაქცია იქნება. თქვენ შეგახსენებთ, რომ ახლახან უკრაინის პრეზიდენტი იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და იმის გამო, რომ უკრაინის ელჩმა უკრაინის პრეზიდენტისთვის ერთ-ერთ სამხედრო საწარმოში ვიზიტი დაგეგმა, სადაც რესპუბლიკელები არ იყვნენ წარმოდგენილი, ამერიკის კონგრესის თავმჯდომარემ ღია წერილით მოსთხოვა ზელენსკის, რომ გადაეყენებინა ელჩი. წარმოგიდგენთ თქვენ, რომ საქართველოს ელჩს გერმანიაში ასეთი რამე ეთქვა, ან საფრანგეთში ასეთი რამე, ან უკრაინაში ასეთი რამე ეთქვა. ჩვენი ელჩი უკრაინაში ბოლომდე იყო, როდესაც ყველა საელჩო დაიხურა, ერთი ელჩი არ იყო სამადლოდ რომ ვინმეს მოეძებნა იქ რომელიმე ქვეყნის კიევში დარჩენილი, საქართველოს ელჩი იყო მხოლოდ დარჩენილი და არც არაფრის იმის გამო რომ ასე ერთგულად იყო იქ, საბოლოო ჯამში ფაქტობრივად გამოაძევეს ჩვენი ელჩი უკრაინიდან. ამიტომ ამაზეა საუბარი, რომ და ეს სხვა დროსაც გვითქვამს, რომ უნდა საერთაშორისო ურთიერთობა, რომელზეც საერთაშორისო სამართალი, რომელიც წესებზე არის დამყარებული, არ ცნობს დიდ და პატარა მცირე ერებს წესით. თუმცა ხანდახან პრაქტიკაში, როგორც ჩანს, ზოგი უფრო მეტის უფლებას აძლევს საკუთარ თავს, როგორც დიდი ქვეყნის წარმომადგენელი, მცირე ქვეყნის მიმართ და ამაზე არის საუბარი. არა, ეს იყო საუბარი, რომ ეს იყო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ რა სტანდარტითაც თქვენ მოქმედებთ თქვენ ქვეყანაში, რა სტანდარტითაც თქვენ რა სტანდარტს თქვენ უყენებთ უცხო ქვეყნის ელჩებს თქვენ ქვეყანაში, კეთილი ინებეთ და იმ სტანდარტით მოიქეცით ჩვენს ქვეყანაში. არ ვართ ჩვენ დაბალი ღობე, რომ გადაგვაბიჯოს ყველამ როგორც მისი სურვილი არის. გამარჯობა ბატონო შალვა, პრეზიდენტთან დაკავშირებით უნდა კითხოთ ისევ. მე ძალიან კარგად მახსოვს ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის პირადად თქვენი განცხადებები, როდესაც თქვენ მკაფიოდ ცხადად და ძალიან ცალსახად ამბობდით, რომ მეორედ სარჩელს აღარ შეიტანდით პრეზიდენტის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც თქვენი პოზიცია იყო მას მერე, რაც იმპიჩმენტი ვერ შედგა, რომ ის ისევ არ ღვევდა კონსტიტუციას, იმიტომ რომ იმ პროცესების მერე გვახსოვს მისი არაერთი ვიზიტი საზღვარგარეთ, რამ განაპირობა ახლა მაინც და მაინც ხელისუფლების მხრიდან გადაწყვეტილების შეცვლა. კიდევ ერთხელ ეს დარღვევები იქცა უხეშ დარღვევებად, მათ შორის ერთი რამ მნიშვნელოვანია, როდესაც პირველ ჯერზე იქნა კონსტიტუციური წარდგინება შეტანის საკონსტიტუციო სასამართლოში, თქვი კიდევაც, რომ მაშინ შეეძლო ქალბატონ სალომეს რაღაცნაირად თავი ემართლებინა, რომ ის ასე კითხულობდა კონსტიტუციას. ყოველ შემთხვევაში ნახეთ აბსურდული არგუმენტები, მაგრამ მაინც ეს ერთი. მეორე, უცხო ქვეყნებსაც თუ ორგანიზაციებს შეეძლოთ ეთქვათ, რომ ხა ისინი არ არიან გარკვეულები ქართული კონსტიტუციური მოწყობის სპეციფიკაში, ამიტომ იღებდნენ მას როგორც ოფიციალურ პირს. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ცხადი არის უკვე ყველასთვის კონსტიტუციურ დონეზე დადგენილი, როგორც ქალბატონის სალომესთვის, ისე ყველა უცხო ქვეყნისთვის, ვინაიდან მათ შორის ამ გადაწყვეტილებას ისეთი რეზონანსი ჰქონდა, რომ ყველა ქვეყანამ იცის, რა თქმა უნდა, როგორ მოქმედებს ქართული კონსტიტუცია.
სხვა შორის იგივე წესი არის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, რომ თანხმობა არის საჭირო. და უმეტეს ქვეყნებში ასე ვთქვათ. და ამის შემდეგ ყველასთვის იყო ცნობილი. შესაძლოა ამის შემდეგ ყოფილიყო ზოგიერთი ვიზიტი, რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი და შეიძლება იმას გაუქმების უხერხულობა ჰქონდა, თუმცა ამას მიყვა სერია და მათ შორის ნახეთ წინა კვირას ვიზიტები, როდესაც ცხადია, რომ როგორც გერმანიამ, საფრანგეთმა, პოლონეთმა, ისე ევროკავშირმა, სადაც მას ჰქონდა შეხვედრები, რა თქმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს უფლება განახორციელოს საგარეო ვიზიტები მთავრობის თანხმობის გარეშე. რა თქმა უნდა, მათ იცოდნენ, რომ ასეთი თანხმობა ქალბატონ სალომეს არ ჰქონდა. და როდესაც იცი, რომ თანხმობაა საჭირო, იცი, რომ არ აქვს თანხმობა და მაინც აორგანიზებ ამ ვიზიტს და მართავ შეხვედრებს, ეს რა თქმა უნდა არის ქართველი ხალხის უპატივცემულობა. ჩვენ ხშირად გვესაუბრებიან ხოლმე ქართველი ხალხის სახელით თუ ინტერესით თუ ქართველ ხალხს ელაპარაკებიან, რომ მხარს უჭერენ ქართველ ხალხს. როდესაც ქართველ ხალხს დაურღვევ კონსტიტუციას და ხელს შეუწყობ, რომ მისმა ხელისუფალმა დაარღვიოს კონსტიტუცია, ეს რა არის თუ არა ქართველი ხალხის უპატივცემულობა და მისი კონსტიტუციური მოწყობის უპატივცემულობა. ამიტომ სხვა რაღაცა კითხეთ, თქვენი პოზიცია აქამდე უცვლელი იყო და პრეზიდენტის ვიზიტები მაინც გრძელდებოდა იმპიჩმენტის პროცესის დაწყებამდეც და მის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში არაერთი ვიზიტი ჰქონია საზღვარგარეთ და მაინც ახლა რატომ მიიღო ქართულმა ოცნებამ ეს გადაწყვეტილება, როდესაც მე ძალიან კარგად მახსოვს თქვენ ამბობთ, რომ ჩვენი გასაკეთებელი უკვე გავაკეთეთ, მხილებული არის პრეზიდენტი და მეორედ არც ერთ შემთხვევაში აღარ ვაპირებთ ისევ მეორეჯერ სარჩელი შეტანასო. ამას ამბობდით. კი, პასუხი მარტივი არის, ჩვენ მიმდინარე მოწვევის პარლამენტში არ გვაქვს 100 მანდატი და ამ პროცესს რა თქმა უნდა არ იქნებოდა შანსი რომ ყოფილიყო წარმატებული. შეეხება ვინმე მას ჭირდება 100 მანდატი და იქიდან გამომდინარე რომ ამ პროცესს აქვს თავისი ვადები და დაახლოებით თვენახევარს მოიცავს მთლიანად იმპიჩმენტის პროცესი, ამიტომ ამ ვადას თუ გადააცილებდა პროცესი, შესაბამისად ვერანაირ გადაწყვეტილებას შემდეგ ვეღარ მიიღებდა პარლამენტი. ამიტომაც მეტი არ გვაქვს გარანტირებულად გვაქვს. ამიტომაც იქნება დაინიცირებული ეს არჩევნებამდე, იმისთვის რომ უკვე არჩევნების შემდეგ როცა იქნება ახალი პარლამენტი და სადაც გვექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა, აი ამ მანდატით გადავაყენოთ. ანუ 100 დეპუტატის ხმა სჭირდება, ხო? 100. და კაი, სამართლებრივ მხარეზეც რომ გადავიდეთ, მე როგორც მახსოვს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 თვიანი ვადა აქვს საქმის განსახილველად. ერთთვიანი ვადა. ერთთვიანი ვადა აქვს საქმის განსახილველად. ამ საკითხზე ერთთვიანი ვადა არის. ანუ საბოლოო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ყველა შემთხვევაში უნდა იყოს გამოცხადებული იქამდე ვიდრე ამოეწურება, ხო, უფლებამოსილება პრეზიდენტს და პრეზიდენტს ეწურება დეკემბრის წლის ბოლოს, თუმცა საკითხი არის ახალი პრეზიდენტის არჩევნები, რომელსაც თავისი ვადები აქვს, დაახლოებით წლის ბოლო არის და დამოკიდებულია იმაზე, როდის შეიკრიბება პარლამენტი, როდის ჩაინიშნება შემდეგ არჩევნები პრეზიდენტის და ასე შემდეგ. როგორც იცით, მომდევნო პრეზიდენტი არჩევა საარჩევნო კოლეგიის მიერ, რომელშიც შევა ახალი პარლამენტის 150 დეპუტატი, აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი და ასევე პროპორციული წარმომადგენლობით ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოების წევრები. აი, ალდეს რეზოლუციაზეც უნდა კითხოთ, გაეცნობოდით ალბათ, მთავარი მოწოდება არის, რომ დასანქცირდნენ ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები და ასევე ევროკავშირს ალდე მოუწოდებს, რომ ქართულ ოცნებასთან კონტაქტისგან თავი შეიკავონ დასავლელმა პარტნიორებმა. თქვენი შეფასება როგორია ამ რეზოლუციაზე? ძალიან მძიმე იმ მხრივ, რომ როდესაც ვსაუბრობთ ალდეზე და ასევე რამდენიმე დღის წინ იყო ევროპის სახალხო პარტიის ასეთივე რეზოლუცია. ვსაუბრობთ ჩვენ არა უბრალოდ რაღაც პარტიულ კლუბზე, სადაც იკრიბებიან პარტიული აქტივისტები და საკითხებს განიხილავენ. ჩვენ ვსაუბრობთ გაერთიანებაზე, სადაც რომელშიც შესულია პარტიები, რომლებსაც ევროკავშირის წევრ ქვეყნების უმეტესობაში, არიან ხელისუფლებაში. ამიტომ რა თქმა უნდა, ჩვენ რო გვეუბნებიან ხოლმე რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას არავინ არ გთხოვდა ევროკავშირიდან, აი ეს არის ამის დოკუმენტი. თუმცა ძალიან კარგადაც გთხოვს ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლება, რომ ადამიანი, რომელმაც შექმნა წამების სისტემა საქართველოში, ადამიანი, რომელმაც შექმნა ავტორიტარიზმი საქართველოში,
ეს ადამიანი უნდა გავათავისუფლოთ. ასე უნდა შევხედოთ. სინამდვილეში ევროპის სახალხო პარტიის და ალდეს განცხადება გულისხმობს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესი ხელისუფლება მოითხოვს კრიმინალის გათავისუფლებას ციხიდან. ეს რა თქმა ერთ-ერთი უნდა პუნქტი იყო. სხვა მოწოდებებიც გაჟღერდა ალდეს მხრიდან და მაგალითად არის მიზნა ივანიშვილის დასანქცირება, მაგალითად ის რომ კონტაქტისგან წარმოიდგინეთ, ამ ერთ-ერთ ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ რეკომენდაციები ამ დრომდე შეუსრულებელია, რომ შესაბამისი რეფორმები ამ დრომდე არ არის გატარებული ხელისუფლების მხრიდან. ცოტა გვაქვს და სხვა თემებზე გავიგე. როდესაც და ეს არის სწორედ ჩემი პასუხის შინაარსი. როდესაც ამ ქაღალდზე, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობის ხელისუფლება აწერს ხელს, წერია, რომ კრიმინალი არ უნდა დაისაჯოს, რა თქმა უნდა, სხვა პუნქტებს იმ ქაღალდზე არანაირი ფასი აღარ აქვს. ამიტომ ეს არის კითხვა, რომელსაც უნდა უპასუხოს არა IPP-მ და ALDE-მ, უნდა უპასუხონ იმ ქვეყნის ხელისუფლებებმა, სადაც არიან ამ ჯგუფის გაერთიანების წარმომადგენლები, რა უფლებით ითხოვენ კრიმინალის გათავისუფლებას ციხიდან და ეს ერთი და მეორე გვითხრან ერთი რომელიმე ღირებულება ევროპული, რომელსაც ეს შეესაბამება. ეს არის აბსოლუტურად ანტიევროპული, ანტიდემოკრატიული მოთხოვნა, რომელიც როგორც აღმოჩნდა და ესეთი დოკუმენტი ჩანს, რომ ევროკავშირის წევრების უმეტესობას, როგორც აღმოჩნდა და ეხლა უკვე საჯარო გახდა ცნობილი, რომ თურმე მართლა გთხოვენ, ხო ამბობენ, რომ არავინ არ ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ხო ასე გვეუბნებოდნენ. სინამდვილეში ხო აღმოჩნდა როგორ ზეწოლის ქვეშ არის საქართველოს ხელისუფლება, მას შემდეგ რაც ჯერ შემოაპარეს ის ადამიანი ქვეყნის ასარევად და რომ ვერ არიან, მე ყველაფერს აკეთებდნენ, მათ შორის ყალბი ამერიკელი ექიმები ჩამოდიოდნენ, თაღლითი პოლონელი ექიმები, რომელიც წინდით გახონდათ რაღაც ნიმუშები, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ეს ადამიანი დაეხსნათ სასჯელისგან. ფაქტობრივად ჩვენ ვუყურებთ რაღაც ჰოლივუდის ფილმის ტიპის სცენარებს, როდესაც სპეცაგენტებს იხსნიან ხოლმე ამა თუ იმ ციხიდან. კარგით, აქცენტს აკეთებთ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ნაწილზე, როდესაც ბევრი სხვა გადაგვაყოლეთ, გადაგვაყოლეთ ექს-პრეზიდენტის ამბავზე საერთოდ თქვენ არ გიკითხავთ, მაგრამ საქმე რა შეეცი? სინამდვილეში გადაგვაყოლეს ამ მიხეილ სააკაშვილს. ხო ხედავთ არა, რომ ამის გამო არის ბევრი ევროპაში ნაწყენი, რომ მათი საყვარელი ადამიანი, რომელიც ესე ვთქვათ, გამოყანილი ყავდათ დემოკრატიის შუქურად, რომელიც აღმოჩნდა თუ რა ჩონჩხები ქონდა მას კარადაში, აღმოჩნდა რომ წამების სისტემა ქონდა შექმნილი და ეს სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი ქონდა შექმნილი წამების სისტემა და ამ ადამიანს მხარს რო უჭერდა და მის გათავისუფლებას ითხოვ, როგორ გაუნა იწოდო შენ ევროპელად? აი როგორ შეიძლება ALDE-ს EPP მე თქვას რომ ჩვენ ვართ ევროპელებიო, როგორ უნდა გვითხრან ეს ყველაფერი, როდესაც წამების სისტემის შექმნას და წამება შეგახსენებთ ასევე რომ ეს არის წამებისგან დაცვა არის ერთ-ერთი აბსოლუტური უფლება, რომლის საპირწონედ არაფერი არ დგას, ვინაიდან ეს არის ადამიანის ღირსების შემადგენელი ნაწილი, წამებას როცა ამართლებ და წამების შექმნელის რეჟიმს როცა ამართლებ, იქ როგორ გაუნა გითხრას ვინმემ რომ ევროპელი არის და ევროპულ ღირებულებებზე გველაპარაკობ. ამიტომაც არის რომ გადაგვაყოლეს მიხეილ სააკაშვილის მთელი ერი გადაგვაყოლეს. ამას რომ ოღონდ რაიმენაირად გამოაძვრიონ ის ადამიანი ციხიდან. ეს ხო სირცხვილია და არანაირი კავშირი ამას ევროპასთან არ აქვს. ბატონ შავა, ერთი თემაც მაქვს. ქართული ოცნებისგან ერთგვარი მუქარა რატომ მოვისმენთ კრიტიკული მედიების მისამართით ფორმულამ ტევ-პირველმა და მთავარმა არხმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, გეცოდინებათ ალბათ. არ ვუშვებთ ქართული ოცნების იმ რეკლამას, სადაც სიძულვილის ენა არის გამოყენებული. ეს რეკლამა ასევე შიშთესავს საზოგადოებაში, გეცოდინებათ რა რეკლამაზეც არის საუბარი. შემდგომ მოვისმენთ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მუქარის შემცველი განცხადებები ამ მედიების მისამართით. არის ასეთი წესი, რომ კანონით მუქარა შეუძლებელია. თქვენ ახლა რომ მიიღოთ გადაწყვეტილება, დაждდეთ ავტომობილზე, გახვიდეთ ავტობანზე და 150 კმ/სთ-ით იმოძრაოთ. ესეთი გადაწყვეტილება მიიღოთ და ვინმე რომ გითხრათ, რომ ჩქარა მოძრაობ და ამისთვის ჯარიმა არის. იწვევს რომ რატომ ემუქრებითო, ხო არ ეტყვი. რატომ? იმიტომ რომ კანონით მუქარა სიძულვილის და ზიზღის შემცველი რეკლამები რომ არის აკრძალული, პოლიტიკური რეკლამები, ხომ იცით ეს? სიძულვილი და ზიზღი აკრძალული იყოს თქვენი ტელევიზია დახურული იქნებოდა აქამდე.
ასე რომ ამაზე თუ გინდათ აქცენტის გაკეთება, სიძული და ზიზღი ისეთი არის თქვენ ტელევიზიაში, დახურული იქნებით აქამდე. ახლა არ ხართ ანუ დასრულებული. ჩვენი არგუმენტაცია უსაფუძვლო არის. უყურეთ ვისმე, ერთ თესავ საზოგადოებაში ზიზღის დამნერგავი რეკლამები არის. ამიტომ მიიღეს ამ ტელევიზიებმა გადაწყვეტილება, რომ არ გაეშვათ საერთოდ მსგავსი ტიპის რეკლამები. პირველი, კანონით მუქარა შეუძლებელია, ანუ როდესაც კანონი ირღვევა და ვინმე მიგითითეთ, რომ კანონს ნუ არღვევთ და თუ დაარღვევთ, ამაზე არის რეაგირება, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს ნაწილი და აქ მუქარაზე საუბარი ზედმეტია. მეორე, რაც შეეხება შინაარსობრივად, თქვენ წეგანას თქვი, რომ არც თქვენი ტელევიზიების განცხადებაში, არც იმ ვითომ საარჩევნო დამკვირვებლების, ადგილობრივი დამკვირვებლების განცხადებაში არსად არ არის მითითებული კანონმდებლობაზე, ერთადერთი კანონად არის გამოცხადებული ევროკავშირის ელჩის განცხადება. ცოტა ხანში ალბათ მუხლებად დანომრავენ სხვადასხვა ელჩების განცხადებას და ეს იქნება ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა თქვენ თვალში. კიდევ ერთხელ, მანამდეც იყო მსგავსი შემთხვევა, რომ თქვენი ტელევიზია არ უშვებდა ქართული ოცნების საარჩევნო რგოლს. ამაზე იმსჯელა კომუნიკაციის კომისიამ, სასამართლომაც თუ არ ვწდები იმსჯელა ამასთან დაკავშირებით, კი, ნამდვილად იმსჯელა სასამართლომაც და დაადგინა სად არის სიმართლე. აქაც ცნობილია საერთო ჯამში სად არის სიმართლე. ჩვენ რა თქმა უნდა მიმართავთ კომუნიკაციის კომისიას, რომ ამ საკითხზე იმსჯელოს და თქვენც მოისმენთ ამ პასუხს. ამიტომ ანუ სანქციების დაწესებით ემუქრებით ამ ტელევიზიებს? თქვენ ვერ მიმივხვდით ჩემ აზრს. ჩემი აზრი მდგომარეობდა შემდეგში, რომ ჩვენ სახელმწიფოში ვართ, სამართლებრივი სახელმწიფო, კანონები გვაქვს და ამ კანონებში წერია, რომ სადაც სასამართლო არ არის დამოუკიდებელი ბატონო. სადაც თქვენი ყოველი ყალბი განცხადება ქართულ სასამართლოს დაკავშირებით უარყოს სტრასბურგის სასამართლომ, სადაც გამხილად ყველა ტყუილში აბსოლუტურად რუსთავიორის საქმეზე, მელიას საქმეზე, გვარამიას საქმეზე, სააკაშვილის საქმეზე აღმოჩნდა, თურმე თქვენ წარმოედგინეთ, რომ ტყუილებს საუბრობდით და ქართული სასამართლო იყო მართალი. ეს თქვა სტრასბურგის სასამართლო. და რაც შეეხება სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო ნიკა გვარამიას საქმე და საზოგადოება შეცდომაში ნუ შეყავ, ჩემი თხოვნა. იცი რატო არ მიიღო? იმდენად სულელური იყო ეს პრეტენზია, რომელსაც აყენებდა, რომ განხილვათაც კი არ ღირდა და მე რა განაცხადა ბატონმა გვარამი გახსოვთ, გაეროში გიჩვილებთ. აი ესეთი სერიოზული და არასერიოზული დამოკიდებულება როგორც საკითხის მიმართ, იმიტომაც არ მიიღო წარმოებაში. ანუ წარმოებაში არ მიიღება ნიშნავს კიდევ უფრო მეტად დამცირებას იმ პრეტენზიის, რომელიც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, რომ საერთოდ საფუძველიც კი არის რაიმე ეჭვის შეტანის და უკან გადმოუგდეს ის სარჩელი დაბრუნდით თქვენ ქვეყანაში და იყავით ბედნიერი იმით, რომ შეგიწყალათ პრეზიდენტმა და იყავით ასე ვთქვათ, მხოლოდ ამ ბედნიერი. ბატონ შალვა, ბარემ აი საბოლოო თემა მაქვს, ერთადერთ კითხვასაც დავუსვამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელზე ზვიად ხარაზიშვილზე. შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანებით გავიგეთ, რომ წინასაარჩევნოდ შეიქმნება ტერიტორიული ჯგუფები რეგიონებში და მოკლედ გააკონტროლებს, როგორც თვითონ შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, არჩევნებზე წესრიგს დაიცავს ხარება. აი რა გზავნილია ეს ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ რომ უპირველეს ყოვლისა დასანქცირებული არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ადამიანების უფლებების შელახვის გამო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ასევე ის განთქმულია თავისი სისასტიკით. ის არბევს მოქალაქეებს, ამაზე საუბრობენ დასავლელი პარტნიორები და სწორედ ამის გამო გამოიყენა ეს უკიდურესი ზომა შეერთებულმა შტატებმა მის წინააღმდეგ და ის ახლა დააკვირდება და გააკონტროლებს არჩევნებს და ბრჭყალებში წესრიგს დაიცავს არჩევნებზე ასეთი პიროვნება? თქვენ ისე საუბრობთ და მოგყავთ ყოველთვის დასავლელი პარტნიორები, ალბათ ცოტა ხანში რელიგიას ჩამოაყალიბებთ, სადაც დოგმები იქნება დაწესებული და დასავლელმა პარტნიორმა თქვა ეს იქნება დოგმა ნომერი 1, შემდეგ თქვა შემდეგი რაღაცა იქნება დოგმა ნომერი 2 და ასე გინდათ რომ იყოთ თქვენ. ქართულმა ხალხმა 33 წლის წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო საკუთარი კანონებით, საკუთარი მართლმსაჯულებით. გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების ცალკეული უწყებების მხრიდან, ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ ვთქვით, ეს არ აკმაყოფილებს სამართლებრივი სახელმწიფოს სტანდარტებს, რომელიც მოქმედებს საქართველოში. ის ზომა სავიზო შეზღუდვებზე არ ვისაუბრებ, ხა ეს მათი ნება არის, ვის შეუშვებენ, ვის არ შეუშვებენ საკუთარ ქვეყანაში, ჩვენც ასე ვიქცევით, ზოგს უშვებთ ჩვენს ქვეყანაში, ზოგს არ უშვებთ, ეს გასაგებია. რაც შეეხება საფინანსო სანქციებს, ის თავისი არსით უტოლდება და არის სისხლის სამართლებრივი სასჯელის ხასიათის მატარებელი სანქცია.
ჩვენს ქვეყანაში, როგორც სამართლების სახელმწიფოში, მოქმედებს სტანდარტი, რომ იმისათვის, რომ ასეთი სახის სანქციები იყოს, ამისთვის საჭირო არის, რომ გქონდეს ადამიანს სამართლიანი სასამართლოს უფლება. საქართველოს მოქალაქეებს ამერიკის შეერთებული შტატების ამ გადაწყვეტილებით ამერიკის შეერთებულ შტატებში არ მიენიჭათ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, არ მიეცათ საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა, არ მიეცათ ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა, არ მიეცათ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა, არ მიეცათ მტკიცებულებების გაცნობის შესაძლებლობა. ზოგადად პროცესი იყო დახურული, არც ერთი მტკიცებულება საჯაროდ წარმოდგენილი არ არის, რაც რა თქმა უნდა არ აკმაყოფილებს სამართლებრივი სახელმწიფოს იმ სტანდარტებს, რომელიც საქართველოში როგორც ევროპულ ქვეყანაში მოქმედებს. ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ რომელიმე საქართველოს მიღმა რომელიმე სუბიექტის განცხადებების საფუძველზე ჩვენს მოქალაქეებს არაკონსტიტუციურად ვერ მოექცევით. აქვე შეგახსენებთ, რომ არც ერთმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთი განცხადებაც არ გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ უცხო ქვეყანა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დარღვევით ჩაგრავს საქართველოს მოქალაქეებს, ან ასანქცირებს საქართველოს მოქალაქეებს, ისე რომ არ ეძლევა მათ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. მადლობა.